ზუსტად სამი სიტყვით დაახასიათე გამომცემლობა ინტელექტი. შრომა, პროფესიონალები, ღირებულებები. ყველაზე დიდი წარმატება საგამომცემლო საქმიანობაში თქვენთვის პირადად. წარმატებას უყურებ როგორც ერთი მხრივ მიღწეულ შედეგს და მეორე მხრივ როგორც პროცესს. თქვენი საყვარელი წიგნი, რომელიც გამოსცა ინტელექტმა. ესე ერთს ვერ გამოვყოფ, პროექტებზე ვიტყვი, აკრძალული წიგნების თარო, გაკვეთილების შემდეგ საკითხავი, ინტელექტი კლასიკა, მაგნუმ ოპუსი, თანამედროვე ქართველი ავტორების, კლასიკოსად აღიარებული ავტორების თუ მსოფლიო ბესტსელერების გამოცემები, რომელთაც ჩვენ ვამაყობთ, რომელიც ძალიან უყვარს მკითხველს. ერთი გამოწვევა, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. არ დამავიწყდება არასდროს ის დრო, როდესაც სვეტლანა ალექსიევიჩის საქართველოში სტუმრობისთვის ვემზადებოდით, ხელი მოვიტეხე და ეს ძალიან საპასუხისმგებლო კვირა ესე ხელმოტეხილმა გავატარე ნობელიანტი ავტორის მსოფლიო მნიშვნელობის მწერლის გვერდით. ერთი გამოწვევა, რომელიც მუდმივია თქვენ საქმეში. რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყოს თანამედროვე ქართული წიგნის მკითხველი. ხედავთ მკითხველის ინტერესების ცვლილებას ბოლო წლებში. ინტერესები იცვლება, ერთგული მკითხველი ყოველთვის კარნახობს იმას, თუ რას ელოდება შენგან, ან რა არ მოწონს, რის გაუმჯობესება უნდა. ეს დინამიური პროცესია. ასთა გაცვლა, გამოცვლის, მიღების, გაცემის, გაუმჯობესების, განვითარების. არის ერთი სიტყვა ისეთი რამე, რაც აღწერს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგამომცემლო საქმიანობაში. არასდროს არ ვიფიქრე ერთი სიტყვით, რომ გადმომეცა ამ საქმის მნიშვნელობა. გადარჩენა. ზუსტად საქართველოს როგორც ბრენდს ყველაზე კარგად რა წარმოაჩენს? ნებისმიერი რამ. კულტურა. კულტურა არის ის, რაც ამ სიტყვის ნებისმიერი გაგებით არის ის, რაც საქართველოზე ყველაზე ზუსტ წარმოდგენას შეუქმნის უცხოელს. დასაწყისში ზუსტად მინდა კითხო, რას ეტყოდით მკითხველს ინტელექტის ბრენდის მთავარ ღირებულებებზე და ზოგადად რას ნიშნავს ბრენდინგი თქვენ საქმიანობაში? ინტელექტი უკვე 30 წელზე მეტია, რაც წიგნის ბაზარზეა. ჩვენ დავუცებთ მაღალმხატვრულ ლიტერატურას. შეიძლება ცალკეული ნიმუშები იყოს კომერციული გამოცემის, მაგრამ ძირითადად გამოცემა ინტელექტის მთავარი ხაზი აგებულია მაღალმხატვრულ ლიტერატურაზე, როგორც თანამედროვე ქართველი ავტორების, ესევე თარგმნილი წერლების, იქნება ეს კლასიკა თუ იქნება მოქმედი ავტორების უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები და თან მათი ხარისხიანი თარგმანი. და ასევე ხარისხიანი გამოცემაც, რომ მკითხველი დარწმუნდეს და მკითხველი გრძნობდეს იმას, რომ ამ წიგნზე იმუშავა გამომცემლობა. ანუ პასუხისგებლობა რო ჰქონდა იმას, ვინც ეს გამოსცა, ხო? რა თქმა უნდა. მე ყოველთვის ძალიან მძაფრად აღვიქვამ თითოეულ მომენტს და კომპონენტს, როცა შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთება კონკრეტული წიგნისთვის, რედაქციის თვალსაზრისით, ვიზუალური მხარის, პრომოუშენის, წარდგენის, უცხო ენაზე, ვთქვათ, გამოცემისთვის ზრუნვის, სადაც შეიძლება ნაკლები უფლება აქვს ქართულ გამომცემლობას, მაგრამ რაღაც ფორმით შეიძლება ჩაერიოს კიდეც შენი ის ჩართო, ხო? ხედვები. რა თქმა უნდა, ასევე ვთქვათ, მოთხრობების თუ პოეტური კრებულების სელექციის თვალსაზრისით, დებიუტანტ ავტორებთან მუშაობის თუ უკვე აღიარებულ ავტორებთან მუშაობის დროს დაშვებული კომპრომისის თვალსაზრისით, ყველა ეს მომენტი ქმნის ურთიერთობას, რომლის შედეგადაც ჩვენ ვიღებთ წიგნს. ეს ურთიერთობა ძალიან დასაფასებელია, ერთი სიტყვით რო ვთქვა, რა არის ჩემთვის უნიშნელოვანესი ამ პროცესში, ეს არის ურთიერთობა.
ავტორებთან, მთარგმნელებთან, რედაქტორებთან, ილუსტრატორებთან, საგამომცემლო ჯგუფთან, PR ჯგუფთან და მკითხველთან, რომელიც საბოლოოდ გაძლევს ყველაზე ზუსტ და ადეკვატურ პასუხს იმისა, რაც შენ გააკეთე. მკითხველს არასდროს არ ავიწყდება შენი დადებითი და კეთილის ყოფილი როლი და არასდროს არ ავიწყდება შენი შეცდომები. თითოეული დაცდენილი ფეხი ახსოვს და ეს ძალიან ბუნებრივი და ჯანსაღი მდგომარეობაა, როდესაც შენ რაღაცნაირად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად კი არ აღიქვამენ, არამედ დინამიური მიმდინარე პროცესის ნაწილად, სადაც შეიძლება ბევრი რამის გაუმჯობესება და გამოსწორება და განვითარება ამ თვალსაზრისით. ანუ ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ისევე როგორც მკითხველები და შეიძლება ავტორებიც ვითარდება, მიყვება პროცესს და უსმენს ყველას. ეს მოსმენის ნაწილი არის საინტერესო, მკითხველის მათ შორის, ურთიერთობის ნაწილი არის საინტერესო შიგნით გამომცემლობაში და ავტორებთან მიმართებით. ეს მინდა ცოტა გავშალოთ. ბლიცში ახსენე, რომ მკითხველი იზრდება, აქვს ძალიან ლოგიკური და კარგი განვითარების, ასე ვთქვათ, მიმართულება და თქვენც უსმენთ ამ კითხვას. მკითხველის მოსმენის გარეშე შესაძლებელია თუ არა წარმატებული საგამომცემლო საქმიანობის შექმნა და განვითარება და ბრენდა ჩამოყალიბება ამ ნაწილში. ანუ ავტორებს შეუძლიათ ნაწილობრივ, შეიძლება ესეც კლიშეა, მაგრამ სადღაც ჩაიკეტოს და შესანიშნავი ნაწარმოები დაწეროს. არავის არ მოусმინოს იქ იმ ერთი ოთახიდან ან რაღაცა რანჩოდან, არ ვიცი, სადაც წერს, მაგრამ გამომცემელს ეს ფუფუნება აქვს, რომ არავის მოусმინოს და ისე აკეთოს თავის საქმეს. არსებობს ასეთი ძალიან კარგი სიტყვა გამოქვეყნება. ანუ შენ გადაწყვიტე რომ ეს გახადო საჯარო და როგორც კი საჯარო ხდება, იქ ძალიან ბევრი ადამიანის აზრი, როგორც შექმნაში, ასევე შემდგომ გამოხმაურების ნაწილში არის გასათვალისწინებელი. ავტორიც რომელსაც გამოქვეყნება გადაწყვიტა, თანამშრომლობს გამომცემლობის სხვადასხვა ჯაჭვის ნაწილთან. იქნება ეს რედაქტორი, იქნება ეს პროექტის ხელმძღვანელი, დამკაბადონებელი, კორექტორი, გარეკანის დიზაინერი, PR-ის წარმომადგენლები, გაყიდვები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც თქვათ ზრუნავენ ონლაინ თუ პირად კომუნიკაციაზე, თუ როგორ უნდა გავიდეს წიგნი. ყველაფერი ახდენს ამ პროცესზე გავლენას, შენ ითვალისწინებ და რაღაცნაირად მიყურადებული ხარ იმას, რომ შინაარსთან, პოლიგრაფიულ ნაწილთან თუ ნებისმიერი სახის კომუნიკაციასთან იყო ადეკვატური. არ გაექცე შენიშვნებს, არ გაექცე რჩევებს და არც ის გამოგრჩეს, რომ რაღაცა ტიპის წარმატებაც აღნიშნო. იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება მარცხებისგან და წარმატებებისგან შედგება და ჩვენთვის ეს ყველაფერი ისე მიდის ხოლმე, რომ ამის აღნიშნა, თუნდაც რამდენიმე წამიერი, წუთიერი აღნიშნა გამოგრჩება ხოლმე და ამის დაფიქსირებაც მნიშვნელოვანია, თუ პროცესი კარგია, მე ჩემ თავს პროცესის კაცადნი ვიჩნევ, ანუ პროცესი მიზიდავს და ხიბლავს, მაგრამ ზოგჯერ ამ დროს შენ უნდა შეგეძლოს იმ წამის დაფიქსირება, რომ რაღაც გამოვიდა. წერტილი უნდა დასვა რაღაც მომენტში და მე რაღაც გამოვიდა, გამოგვივიდა, რაღაცა საქმე ისე გამოვიდა, რომ მოგწონს. და ამ ყველაფერს თუ კი მკითხველიც ეთანხმება და შენ გვერდითაა, მაშინ ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. მისია რა იყო, როდესაც ინტელექტი შეიქმნა და დღეს როგორ გამოიყურება ეს მისია? იცვალა თუ არა სახე და რაში? თუ არ იცვალა, რატო? გაუმცემლობა ინტელექტმა დაიწყო სასკოლო სახელმძღვანელობის გამოცემით. ანუ განათლების გავრცელებით. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლები, როდესაც ქვეყანა ცდილობდა, რომ გათავისუფლებულიყო პოსტსაბჭოთა სამოსელისგან და დამოუკიდებელი ნაბიჯები გადაედგა და ამ პროცესში განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ინტელექტი გამოსცემდა როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი სკოლებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოებს. შემდგომ ამ ყველაფერს დაემატა მხატვრული ლიტერატურა, სხვადასხვა სერია, სასკოლო სახელმძღვანელოების ხაზიც უფრო მრავალფეროვანი გახდა, ბევრი საგანი
წიგნიერებისა და განათლების გავრცელება. ეს არის ტრადიცია, რომელზეც დგას ყველა საგამომცემლო სახლი დღეს საქართველოში. იმიტომ რომ ეს ტრადიცია საფუძველს იღებს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც თერგდალეულებმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ წერა-კითხვის გამომცემლებელი საზოგადოება. ეს წერა-კითხვის გამომცემლებელი საზოგადოება საკუთარ თავზე აიღებდა წიგნიერების, განათლების, ცოდნის გავრცელების საქმეს, რადგანაც ცოდნა და მსოფლიო გამოცდილების გაცნობა სამეცნიერო, ლიტერატურული, ნებისმიერი სახის სახელოვნებო გამოცდილების გაცნობა ადამიანს მთელი მსოფლიო კონტექსტის ნაწილად აგრძნობინებდა თავს და არა იმ ჩიხის ნაწილად, როგორცაც რუსეთის იმპერია მას წარმოუდგენდა, რომ ცივილიზაციის შემომტანი იყო თვითონ. ეს უნდა დღესაც, რომ ამ გზაზე რუსეთმა ჩვენ გაგვიყვანოს, რომ მოსკოვიდან მივიღოთ ინფორმაცია, მოსკოვმა გვიკარნახოს რა გამოვცეთ, იქ შევათანხმოთ რა გამოვცეთ, იყოს ზრუნველის როლი იყოს ერთგვარად ზრუნველი ჩვენზე, მან ჩამოაყალიბოს ჩვენი გემოვნება და რედაქტიროს ცენზურისა და კუპიურების მეშვეობით, როგორც აკეთებდა ხოლმე თუ რამე ავტორიტარული თუ ტოტალიტარული რეჟიმისთვის მიუღებელი იყო, რომ თვითონვე დააცენზურებდა სიმღერის ტექსტს, მხატვრული ლიტერატურის ტექსტს და შემდგომ იძულებული იყო საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა, რომ იმავე თარგზე მოეჭრა თარგმანი და დღეს რუსეთი ამით არის ამ მდგომარეობით არის შეძრწუნებული და გაბრაზებული, რომ გემოვნების მოკარნახის როლი მას ჯერჯერობით არ აქვს საქართველოში და ამას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს საგამომცემლო სივრცეც. ჩვენთვის არის დამღუპველი ნებისმიერი სახის ცენზურის გამოჩენა. ამიტომ ჩვენთვის ის კანონები, რაც მიღებული იქნა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ, არის მკვდრად მშობილი კანონები, და ჩვენ ცენზურის ეპოქიდან გამოვედით და ჩვენს არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე სახის ცენზურა ნებისმიერი მიმართულებით, როგორც კი ცენზურის ეს რაღაცა შხამიანი წვეთი დაიხურება, ეგრევე ის ყველაფერს მოედება, ყველაფერს მოწამლავს. ეგ ხო შეუქცევადი პროცესია. რაღაც. ეს თვითცენზურა ჩაერთვება მე ამ პროცესში. შეიძლება სხვა მაგ იკანახოს, მაგრამ შენ თვითონ დააწესო შენი თავისთვის, შენი საქმისთვის. უწყინარი და ერთი ცენზურა არ არსებობს. არ არსებობს. სასაცილო მიზეზები იყო, რის გამოც კრძალავდნენ წიგნებს საბჭოთა კავშირში. დღეს რომ ამ ყველაფერს ჩვენ კითხულობთ, გვეცინება, მაგრამ იმ კონტექსტში და იმ დროს ეს ასე სასაცილოდ არ აღიქმებოდა, საბედისწეროდ აღიქმებოდა და ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა. ეს დრო არასდროს არ უნდა დაბრუნდეს. კი ბატონო. ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის, მინდა კითხოთ ინდუსტრიაში, როგორც ბიზნესში, მაგრამ იქამდე მინდა კითხოთ ინტელექტი გამომცემლო, რომელმაც სახელი დააგროვა წლების განმავლობაში, მოდის, ვითარდება, აქვს მისია, აქვს ღირებულებები და აქვს უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობები. მკითხველისთვის თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამომცემლობა, რომლისგანაც ასე ვთქვათ, წიგნს ყიდულობს, ვისაც ენდობა, ასე ვთქვათ, რომ იქ ყველაფერი იგზე იქნება ხარისხის თუ სხვა მიმართულებებით, ერთი მხარე, რატომ აქვს მნიშვნელობა, რომ იყოს ბრენდი, ავტორებისთვისაც არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ ისეთ ბრენდთან ქონდეთ ურთიერთობა და გამომცემლობასთან, რომელსაც აქვს რაღაც ღირებულებები და მისია. ამაზე ფიქრობთ, ასე ვთქვათ, სერიოზულად. რა თქმა უნდა, ინტელექტს ძალიან ბევრი დებიუტანტი ავტორი გამოუცია და მე ვფიქრობ, ჩვენს საქმიანობაში არა მხოლოდ კლასიკოსი და აღიარებული ავტორების გამოცემა მნიშვნელოვანი, არამედ იმ ავტორებისა, რომლებიც სულ ახლა იწყებენ წერას. ეს გაცილებით აზარტული პროცესია. როგორც ვთქვათ, საფეხბურთო კლუბი რომ ავიღოთ და კლუბში უკვე ვარსკვლავები თამაშობენ, რომელსაც ცუდელი ენდობა, მაგრამ ამასთან ერთად ახალი ფეხბურთელიც უნდა მოვიდეს კონკრეტულ პოზიციაზე, რომ თავისი ხმა, თავისი რაღაცნაირად ინდივიდუალიზმი შემატოს ამ გულს, აი ესე არის დაახლოებით აქაც. თითოეულ ავტორს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ლიტერატურა არის ოთარ ჭილაძე თქვა, ლიტერატურა არის განსხვავებულთა ერთობა. სადაც არავინ არავისზე მაღლა არ დგას, ეს არის განსხვავებულთა ერთობა და ჩვენ საქმეში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გამომცემლობამ თავის ავტორებს სწორედ ასე უნდა შეხედოს. სადაც ყველას თავისი სიტყვა ეთქმის და ლიტერატურა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ რამის პროგნოზირება რთულია, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელიც კი. ამიტომ რამდენადაც ყველანაირად უნდა ეცადოს გამომცემლობა, რომ კონკრეტული ავტორის ამ პროექტის მიმართ მაქსიმუმი გააკეთოს. რადგან სწორედ ეს ყველაფერი იწვევს ნდობას. მკითხველიც ხედავს ამას და ავტორიც ხედავს, რომ კონკრეტული ნაწარმოების თუ მწერლის მიმართ როგორი იმუშავა გამომცემლობამ, რა დააკლო, რა შეეძლო უფრო მეტი გაიკეთებინა, იმიტომ დღეს ჩვენ ვართ ამაყები იმით, რომ ყავს ბევრი პროფესიონალი მკითხველი. და ამ შემთხვევაში ბევრი პროფესიონალი მკითხველი, ბევრი პროფესიონალ მწერალზე არანაკლებია და შეიძლება უფრო მეტ საქმესაც კი აკეთებს ლიტერატურისთვის. რომ არ გამორჩეს აუცილებლად ვიტყვი ჩვენი ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში და ჩვენი გამოცემების ჩამოყალიბების პროცესში ძალიან დიდი როლი შეასრულეს ქალებმა. სხვადასხვა თაობის ქალმა, რომელიც გამოცემობა ინტელექტში მუშაობს დაფუძნების დღიდან სხვადასხვა პოზიციაზე. ჩვენთან ბოლო ხანებში რაცა ქალების როლს აკნინებენ. ოფიციალური დონიდან დაწყებული ყოველდღიურ რაღაცა ვისაც არ დაეზარება, ცდილობს რომ რაღაც ავტორიტარულის განავითაროს უკეთესად ვიტყვი. ვისაც არ დაეზარება, ცდილობს რომ რამდენაირად გვერდზე გაწიოს ქალის მიერ შესრულებული საქმე. 90-იან წლებმა დაგვერწყუნა, რომ ქალებმა გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა და ამ სფეროში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქალების როლი არის განსაკუთრებული და ჩემთვის ჩვენს თანამშრომლებთან ურთიერთობა ამ მხრივ არის ერთი მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება და მეორე მხრივ თანამედროვე პასუხისმგებლიანი მშრომელი ქალის ბუნებაშია. ეს არის საოცარი თანმიმდევრულობა და ერთგულება საქმის მიმართ. და სწორედ ასეთი ქალები არიან დღეს გამოცემლობა ინტელექტში. გილოცავთ ამ ამბავს, შესანიშნავია. მნიშვნელოვანია და პროტესტის დროსაც პროფესიონალი ხალხი და ქალები რო გავიცანოთ, ეს თანმიმდევრულობა ჩვენ კაცებს ცოტა გვიჭირს. მაგას გეტყვით.